გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე და ახლა თქვენ უყურებთ YouTube პლატფორმა On Times. იძულებითი პაუზის შემდეგ წარმოგიდგენთ ჩვენს მე-11 გადაცემას. მანამდე კი ისე უნდა შეგახსენოთ, რომ უნდა გამოგვიწეროთ, გვიყუროთ და დაგვალაიქოთ. არა მხოლოდ YouTube-ში, Facebook-სა და TikTok-ზეც. ამის გარეშე რთულია სოციალურ მედიასა და ინტერნეტში არსებობა. აუცილებლად მოგწერეთ, გაგვაგებინეთ, რა მოგწონთ და რა გაინტერესებთ ჩვენგან. დღეს კი გთავაზობთ ინტერვიუს ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესთან, რომელიც საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. ამერიკის არმიის ევროპული სარდლობის ყოფილ მეთაურთან, რომელიც ძალიან შეწუხებულია იმით, რომ ქართული ოცნება არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შანსს უკარგავს საქართველოს, არამედ შესაძლოა სულ მალე თავისუფალი მიმოსვლაც კი წარსულს ჩაბარდეს. უკრაინა, ამერიკული დახმარება, ირან-ისრაელის ომი, შავი ზღვის რეგიონი და საქართველო ამ კონტექსტში ყველაფერი მიმოვიხილეთ. ჯერ კიდევ 2012 წელს ეს იყო ოპტიმიზმით აღსავსე ქვეყანა იმედის მომცემი ხალხისთვის და პარტნიორებისთვისაც. დღეს კი წარმოუდგენელია, რომ საქართველო მიდის დასავლეთის საწინააღმდეგოდ, რადგან ოლიგარქმა ზუსტად იცის, რომ მაშინვე წააგებს, როგორც კი აქ დემოკრატია იქნება, ამბობს ბენ ჰოჯესი. ამერიკის ელჩს არ უნდა უყებდე, ის უნდა გაარკვიო წერია თუ არა სიმართლე მის ანგარიშებში. ასეთია გენერლის მოსაზრება. და ვიდრე შემოგთავაზებთ ინტერვიუს ბენ ჰოჯესთან, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავწერეთ, მანამდე მოკლედ შეგახსენებთ მის ბიოგრაფიას. ბენ ჰოჯესი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტია, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ისე როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე დასავლეთის სამხედრო ანალიტიკურ წრეებში. მან რა თქმა უნდა სამხედრო კარიერა დაიწყო შეერთებულ შტატებში 2014-2017 წლებში იყო შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის მეთაური. მას შემდეგ რაც აქტიური სამხედრო სამსახური დატოვა, გახდა ანალიტიკოსი, სამხედრო სტრატეგი და სხვადასხვა დასავლური ორგანიზაციის უფროსი ექსპერტი. მან კარგად იცის ჩვენი რეგიონი, ჰოჯესი ხშირად აკეთებს კომენტარებს და ანალიზს შავი ზღვის აკვატორიაზე და მუდმივად ამბობს, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა და არა მხოლოდ მდებარეობა ამერიკისა და ნატოსთვის. ამიტომ მუდმივად ითხოვდა ის საქართველოს უფრო სწრაფი ტემპით ინტეგრაციას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. ის ხშირად აკრიტიკებს რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში. გენერალი ბენ ჰოჯესი ჯერ კიდევ თავისი სარდლობის პერიოდში ხელს უწყობდა საქართველოსთან ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ერთობლივ წვრთნებსა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. და ხშირად მოითხოვდა და მოითხოვს მეტ ჩართულობას დასავლეთის მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერად. ის კაფეოდ და ღიად ამბობდა, რომ ნატომ საქართველოს წევრობა უნდა შესთავაზოს, რადგან მოდერნიზაცია სწრაფად მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ახლა მას ზოგჯერ თავადაც უწევს ოცნების პროპაგანდის მოგერიება. მოდით ვნახოთ ინტერვიუ, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავწერეთ, დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან მოგეწონებათ და ძალიან დაგაინტერესებთ. დიდი მადლობა ბატონო ჰოჯეს ამ ინტერვიუსთვის. ძალიან დრამატულ დროს გვიწევს შეხვედრა. ჩვენი ბოლო ინტერვიუდან თითქმის 1 წელი გავიდა და სამწუხაროდ ქართული ოცნების ხალხში საქართველო ერთ დროს დემოკრატიის შუქურა იქცა დიქტატურისკენ მიმავალ ქვეყნად. რის გამოც შესაძლოა უვიზო მიმოსვლაც კი დავკარგოთ, იმის ნაცვლად, რომ ევროპის მოთხოვნები, ელემენტარული პირობები შესრულდეს, ივანიშვილის პრემიერი ფაქტობრივად უარს ამბობს თავისუფალი გადაადგილების სიკეთეზე. ისევ დასავლეთს ადანაშაულებს, ომის რიტორიკას დაუბრუნდა და ამტკიცებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციას საფრთხე იმიტომ შეექმნა, რომ ომში არ ჩავერთეთ. კობახიძე ფაქტობრივად უკვე უშვებს, რომ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა დავკარგოთ. რატომ დაუბრუნდნენ ოცნების წევრები ომის თემას? ღიმილის მომგვრელია, როდესაც ამტკიცებენ, რომ დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვცდილობთ ახლა გადავარჩინოთ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში. იმისთვის, რომ რუსეთი დარჩეს თავის საზღვრებში და პატივისცეს უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთი არც საქართველოს სუვერენიტეტს სცემდა პატივს და ამის გამო, რომ ჩვენ რუსეთს 2008-ში ვერ გავეცით სათანადო პასუხი, ახლა გათამამდა და უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. ასე რომ მოსაზრება, რომ ვინმე საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, სრულიად აზრს მოკლებულია. დიახ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მეორე ფრონტის რიტორიკა სრულიად აბსურდია, ისევე როგორც გლობალური ომის პარტია და Deep State-ის გავლენები საქართველოში. მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილი ახერხებს იმას, რომ ძევლად ყავდეს ეს ქვეყანა, რადგან სათანადო პასუხს არავინ არ ცემს. თუ ვიზო მიმოსვლა მართლაც შეჩერდება, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
Russians have visa-free travel all over. ამავდროულად ხედავთ რა ხდება უვიზო მიმოსვლით რუსეთთან. საქართველოშინო ვიყავი ნახე უამრავი მანქანა, ასობით სატვირთო რუსეთიდან შემომავალი. უამრავი ადამიანი კვეთს საზღვარს რუსეთიდან. რუსეთის გავლენა თანდათან იზრდება. თუკი ვინმე ზეწოლას ახდენს საქართველოზე, ეს რუსეთია და ნარატივი რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ, ეს სწორედ რუსეთს ეხება. თუკი უვიზო მიმოსვლა შეწყდება, ამით პირველ რიგში დაზარალდებიან სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ სასწავლებლად წასვლა. ის ხალხი, ვინც სამუშაოდ მიდის და ფულს სახლში უკან აგზავნის. მშობლებთან ან ბებია-ბაბუებთან მაგალითად. თუკი ქართული ოცნება დაშორდება და გაუცხოვდება ევროპულ ქვეყნებს, არ არის გამორიცხული ამ ქვეყნებმა უარი თქვან ვიზების გაცემაზე. ასეთ შემთხვევაში ფასს ხალხი გადაიხდის, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ბიზნესმენები, ფასს გადაიხდიან სტუდენტები. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მე ვერ დავინახე ქართული ოცნების მთავრობაში ერთი კაციც კი, რომელსაც საკუთარი ხალხის ბედი არ დარდებს და ხელს შეუშლის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. In government that cared about their people would take steps that they know will lead to the end of visa-free travel. რატომ ბედავს ოლიგარქი ამდენს? რატომ აირჩია მან ბელარუსის გზა, ოპოზიცია ციხეში, მოქალაქეები ციხეში, ჟურნალისტები ციხეში? რატომ დაუშვა შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა ეს? თუ საქართველო აღარ არის სტრატეგიული პარტნიორი. I think there's a combination of things. მე ვფიქრობ, რომ აქ არის რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია. ამის ნაწილია ისიც, რომ ევროპული და ამერიკული მიდგომა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობის მიმართ არ იყო თანმიმდევრული. მათ ბოლომდე ვერ გაიაზრეს საქართველოს როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობა. ასევე არ ჰქონდა პოზიტიური სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან. და ეს იყო გნებავთ სტრატეგიული გულუბრყვილობა და გნებავთ სტრატეგიული უარყოფა. ამერიკელების ნაწილისგან და ცალკეული ევროპული ქვეყნებისგან. მაგრამ საქართველოში ყველაზე მდიდარ კაცს აქვს ყველაფერი, მას აქვს ყველაფერი რაც უნდა. ამიტომ ის შეეცდება დაიცვას თავისი მდგომარეობა, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა, მაგალითად ანგარიშვალდებული ხარ, შენი ფულის წარმომავლობა ამტკიცო, მას ეს არ აწყობს. ის ეცდება შეინარჩუნოს ქართული ოცნების ძალაუფლება, რადგან ამ კაცის მიზანი არ არის ახალგაზრდა ადამიანების მისწრაფებების შესრულებაზე ზრუნვა. ეს უკვე ნათლად ჩანს, თუმცა მაინც საინტერესოა რა აძლევს ივანიშვილს იმის გამბედაობას, რომ სუპერსახელმწიფოს თავისი პირობები წაუყენოს. აი მაგალითად, შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციას გაუგზავნა წერილი, რომელიც მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო. და ეს ვაშინგტონში ძალიან ცუდად მიიღეს. თქვენი აზრით, რატომ ამწვავებს ივანიშვილი ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან? Well, it's hard. I don't know how much of this is linked to or driven by Moscow. მე არ ვიცი, რამდენად არის ეს ყველაფერი მოსკოვისგან ნაკარნახევი. ან არის თუ არა ის ბოლომდე აფილირებული რუსეთთან, სადაც მან სიმდიდრე მოიხვიჭა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ელჩები, მათ შორის ელჩი დანიგანი, არიან არაჩვეულებრივი საჯარო მოხელეები, პროფესიონალები. მათი მოვალეობაა თავიანთი ადმინისტრაციის გზავნილები გადასცენ და ასევე მიაწოდონ პასუხები სახელმწიფო დეპარტამენტსა და პრეზიდენტს. მაგრამ თუ კი ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იყვნენ ბედნიერები იმით, რასაც ის გადასცემდა, ელჩისთვის კი არ უნდა დაეწყოთ ყეფა. და შეეხედათ, იყო თუ არა მისი შეფასებები, ანგარიში ზუსტი და სამართლიანი, მაგრამ მათ რა თქმა უნდა ამის აღიარება არ უნდათ. დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვის პარალელურად ქართულმა ოცნებამ ვექტორი იცვალა. ნახეთ ალბათ ივანიშვილის პრემიერის ვიზიტი თეირანში. ირაკლი კობახიძე იმ დარბაზში იჯდა, სადაც ყვიროდნენ სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. ჰამასის ლიდერები, რომელთა გარემოცვაშიც იდგა, ახლა დახოცილები არიან ისრაელის მიერ. ეს კადრი ალბათ არავის ავიწყდება და მეც ხშირად ვიხსენებ ამ ამბავს. ამიტომ გეკითხებით, ასეთი რადიკალური ცვლილება საგარეო კურსში რამ გამოიწვია თქვენი აზრით? I don't know how that helps Georgia. მე არ ვიცი რით ეხმარებოდა ეს საქართველოს, რატომ აკეთებენ ისინი ამას? Why would he do that? იფიქრებდით, რომ ნატოს წევრობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის ხელმძღვანელი ასეთ არჩევანს გააკეთებდა? No. Yeah,
I never imagined that Georgia would be where it is now. I can remember the first time. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველო იქნებოდა იქ, სადაც ახლა არის. მე შევხვედრი ვარ ქართველ სამხედროებს ერაყში, ავღანეთში. 2012 წელს, როდესაც გავხდი ნატოს სახმელეთო ჯარების სარდალი, მე ჩამოვედი საქართველოში და შევხვდი პრეზიდენტს. მთავრობის წევრებს. მაშინ იგრძნობოდა საზოგადოების ენერგია. კრიტიკული მედია იყო აქტიური, ეძებდა პასუხებს. პოზიტიური მიმართულება იყო ყველგან. 10 წლის შემდეგ კი აქ ვართ. ეს ყველაფერი ნაწილობრივ ჩვენი ბრალია, რომ არ გქონდა შავი ზღვის მიმართ გრძელვადიანი სტრატეგია და მეორეს მხრივ ისეთი ხალხის, როგორიც ივანიშვილია, რომელმაც იცის, რომ აუცილებლად წააგებს, თუ საქართველოში იქნება ლიბერალური დემოკრატია. თუ კი საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, სადაც ყველაფერი კანონის უზენაესობაზე და გამჭვირვალობაზეა დაფუძნებული. ივანიშვილს სწორედ ეს არ აწყობს. ამიტომ მას და მის ხალხს ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიყავს. უდანაშაულო ხალხს სვამს ციხეში, მედიას აღჭობს. ამიტომ ვამბობ, რომ დემოკრატიას მუდმივი ბრძოლა სჭირდება. ჩემს ქვეყანაშიც თავისუფალი მედია ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა მუდმივი პროცესია. მოკლედ, დემოკრატია ბალეტი არ არის. ეს რაგბი და ფეხბურთია მუდმივად. Democracy is not a ballet. It is a rugby football all the time. აი სწორედ ამიტომ დადგა თუ არა დრო რომ ივანიშვილის და ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ ამერიკამ სანქციები დააწესოს. რასაც ვუყურებთ, ივანიშვილი თავის ფულზე ყველაზე მეტად დარდობს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან თქვა, რომ ამერიკის ელჩს არ შეხვდა იმის გამო, რომ საკუთარი ფული ადარდებდა და აწუხებდა. Yeah. Well, you know, policies about Georgia should not be separate to პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ უნდა იყოს ამოვარდნილი შავი ზღვის მიმართ საერთო სტრატეგიისგან. ამერიკას რეგიონში უნდა კონდეს ეკონომიკური სტრატეგია და ბერკეტები, უსაფრთხოების კორიდორი, ინფრასტრუქტურა, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს და ამერიკაც. ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა ინდივიდუალური სანქციების დაწესებამდე საერთო მიდგომა შევიმუშაოთ. To achieve that strategy. That would be my preferred approach. მაგრამ ივანიშვილის გუნდს მხოლოდ სანქციები აწუხებს. ერთადერთი რაზეც რეაგირებს სანქციებია, ეს ღიად გამოჩნდა. I'm not against it. I'm just saying it has to be მე არ ვარ სანქციების წინააღმდეგი. უბრალოდ ეს უნდა იყოს დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მოიცავს საინფორმაციო, ეკონომიკურ, დიპლომატიურ პაკეტს. Addresses the information domain as well as the economic domain and diplomatic domain. მოდით ახლა გადავიდეთ რეგიონულ კონტექსტზე. სომხეთი და აზერბაიჯანი რბილად რომ ვთქვათ, რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობენ, ფაქტობრივად აძევებენ რუსეთს კავკასიიდან. საქართველო კი საფლავში მიყვება რუსეთს. საუბარია ზანგეზურის დერეფნის აღდგენაზეც. როგორ ფიქრობთ, ეს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას შეასუსტებს თუ არა? Well, Russia has turned out to be a terrible ally. You know, the Armenians saw that because სომხებმა კარგად დაინახეს, რამდენად არასანდო პარტნიორია რუსეთი. ის მათ არ დაეხმარა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც არ დაეხმარა რუსეთი ასადს სირიაში, არ დაეხმარა ირანს. ასე რომ საქართველოს მთავრობამ კარგად უნდა დაინახოს, რომ რუსეთი არაფერს აკეთებს მეგობრების დასახმარებლად. რატომ უნდა საქართველოს დასავლეთისგან იზოლირება, როდესაც სხვა ქვეყნები რუსეთს შორდებიან, ეს ჩემთვის გაუგებარია. That would cause me to look seriously at my own, my policies if I'm the government of Georgia. და მაინც თქვენი აზრით, ეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს შეამცირებს? You know, I don't know. As long as they're არ ვიცი, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოიყენებს ამ პოზიციას საქართველო. Pay attention to this and use this. მოდით გადავიდეთ უკრაინაზე. პოზიტიური ძვრებია უკრაინის შეიარაღების საკითხში. კიევმა დიდი წვალებით და დიდი ფასის სანაცვლოდ მიიღო თანხმობა პატრიოტების სისტემის გადაცემაზე. შუამავალი ნატო იქნება, ანუ ამ სტრატეგიულ იარაღს ნატოს წევრები შეიძენენ და გადასცემენ უკრაინას. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება ამ ომში? ნატოს ჩართულობას რა მნიშვნელობა აქვს? Yeah, well, I'm glad anytime we can provide something to Ukraine. So I'm not against that.
მე ნებისმიერი პოზიტივი მიხარია უკრაინას რაც უკავშირდება. მიხარია რომ ასე ხდება, მაგრამ პატრიოტების სისტემა დრონების შეტევის შესაჩერებლად არ გამოდგება. იმიტომ რომ პატრიოტები გამოიყენება მტრის თვითმფრინავების და რაკეტების საწინააღმდეგოდ. სოფლიოში ის საუკეთესოა, მაგრამ ახლა უკრაინას ასობით დრონის შეტევის მოგერიება უფრო მეტად სჭირდება. თანაც აქ მნიშვნელოვანია, როდის მიიღებს ამას უკრაინა. ეს საკმაოდ რთული სისტემაა. ამას ალბათ ერთი თვე დასჭირდება. სავარაუდოდ პირველ რიგში იქნება გერმანია, როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა და შემდეგ ნორვეგია. მე მაგალითად მერჩია რომ უკრაინას მიეღო ისეთი რაკეტები, რომელიც რუსებს ლოგისტიკას გაუნადგურებდა. მიზანში ამოიღებდა ნავთობის მარაგებს, დრონების ქარხნებს. და მეორე, რატომ მივეცით 50 დღეს სანქციებამდე? ეს იმას გავს, მწვანე შუქი აუნთო რუსეთს, რაც კიდდა ის გააკეთე. ეს უფრო ბიზნესური ხედვა იყო, ვიდრე ეროვნული უსაფრთხოებით ნაკარნახევის საკითხი. არ მგონია პრეზიდენტმა ახლა მაინც გააკეთოს რამე სერიოზული ვიდრე აქამდე გაუკეთებია. This has the feeling to me of number one, a business thing versus national security, and number two, I seriously doubt that the president will do anything in 50 days because so far he's not done anything. თქვენი აზრით, რა ჭირდება ახლა უკრაინას? Well, of course, the most important thing that we could provide Ukraine would be a public commitment. ყველაზე მთავარი ისაა გავაკეთოთ საჯარო განცხადება, რომ უკრაინა ამომს მოიგებს. პრეზიდენტმა უნდა თქვას საჯაროდ, რომ ჩვენს ინტერესშია უკრაინამ თავისი სუვერენული ტერიტორიები წარმატებით დაიცვას. რუსეთი კი გაძევებული იქნას თავის სუვერენულ საზღვრებამდე. ასეთი საჯარო პირობა და ამას დამატებული შეიარაღება, რაც სჭირდება უკრაინას, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. Right now, Putin only keeps doing this. თორემ პუტინი თავისას განაგრძობს, რადგან ხვდება, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ამიტომ არის საჭირო იცოდეს ჩვენ რა პირობა დავდეთ და რა შევასრულებთ. აუცილებელია ასევე გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკური ბერკეტები და რეაგირება მოვახდინოთ რუსული ნავთობის მომხმარებლებზე. აქ მნიშვნელოვანია ჩინეთი და ინდოეთი. ასევე უნდა შევაჩეროთ ჩრდილოვანი ფლოტის გადაადგილება შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში. უკრაინას უნდა მივცეთ სწორედ იმის საშუალება, რომ შეუტიოს რუსულ ინფრასტრუქტურას, სწორედ ამ ჩრდილოვან ფლოტს. მათი სადგომები ახლა არის ლეგიტიმური სამიზნე უკრაინელებისთვის და მათ ამ სამიზნეებზე დარტყმების შესაძლებლობა უნდა ქონდეთ. ალბათ ნახავდით, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სენატში საგანგებო პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ სანქციები შეიძლება შეეხოს ჩინეთს, ინდოეთს. უფრო სწორად, მარკ რუტე აცხადებს, რომ ბრაზილიას, ჩინეთს და ინდოეთს მეორადი სანქციები დაუწესდებათ, თუ ისინი რუსეთთან კვლავ ივაჭრებენ. Yeah, this is the kind of pressure that needs to be applied. დიახ, სწორედ ასეთი ზეწოლაა საჭირო. თუ კი ჩინეთი შეწყვეტს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვას და რუსეთის შეიარაღების საჭირო ნაწილებით და კომპონენტებით მომარაგებას, მაშინ რუსეთს ომში გაუჭირდება. იგივეა ინდოეთის შემთხვევაშიც. მესმის, რომ მათ ჭირდებათ ნავთობიც და გაზიც და აქ ჩვენ ნავიგაციის გზები უნდა მოვძებნოთ, მაგრამ დაგჭირდება მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა. ცხადია, ამ ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ კი რუსულ გაზს და ნავთობს იყიდიან, ამას შედეგი მოყვება, რადგან ეს რუსეთს ეხმარება ომი გააგრძელოს და ამის გამო საფასურის გადახდა მოუწევთ. If they don't, then they should pay a price. სწორედ რუსულ ჩრდილოვან ფლოტს შეეხებოდა ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. სლოვაკეთმა და უნგრეთმა მოხსნეს ვეტო, რის შედეგადაც შავი ზღვის ფლოტის 105 გემი სანქცირდება. 22 რუსული ბანკი იზოლაციაში გადადის, Nord Stream 1 და 2 საბოლოო დაიკრძალება. ნავთობის ფასზე ზღვარი მკვეთრად დაიწევს. აქამდე ასეთი მკაცრი სანქციები არ ყოფილა. ამდენ ეფექტური იქნება ასეთი კომპლექსური მიდგომა ევროპის მხრიდან. Russia has their economy is already დიახ, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რუსეთის ეკონომიკა აღარ არის ისეთი მდგრადი და ხელოვნურ ჩარევებზეა დამოკიდებული. როგორც ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, თუ კი მართლა იქნება რეალური ზეწოლა, მაშინ მომავალ წელს რუსეთს გაუჭირდება. ყოველ შემთხვევაში ის ვეღარ შეძლებს არმიის მოდერნიზებას. მოუწევს სულ სხვა ტიპის სტრატეგიაზე გადაწყობა. მაგალითად, ვეღარ შეიძენს ამუნიციას ჩრდილოეთ კორეიდან. რუსეთი ჩინეთსაც და ჩრდილო კორეასაც ფულს უხდის ამ დახმარებისთვის. ვფიქრობ, ასეთი სანქციები უფრო დაეხმარება უკრაინას ვიდრე პატრიოტები. This would be even more helpful to Ukraine than sending over Patriot. და რადგან ჩემი სტუმარი ხართ, ერთ ამბავზეც მინდა გკითხოთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტრამპმა კითხა ზელენსკის დაბომბავს თუ არა მოსკოვს და მისგანაც დადებითი პასუხი მიიღო.
რამდენად შეიძლება ეს მართალი იყოს და რატომ შეიძლება ეს ეკითხა ტრამპს ზელენსკისთვის? Well, I don't know why the president would ask that if maybe არ ვიცი პრეზიდენტმა მართლა კითხა თუ არა, შესაძლოა ის წინა ღამის დაბომბვების გამო პუტინზე გაბრაზებული იყო. თუ კი უკრაინელები მოსკოვის ცენტრს დაბომბავენ, ეს იარაღის ტყუილ უბრალოდ გაფლანგვა იქნება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია უკრაინელებმა რუსული სამხედრო ქარხნები გაანადგურონ. როგორც უკვე გითხარით, დაბომბონ ნავთობის ბაზები მოსკოვის და პეტერბურგის სიახლოვეს. that would be a waste. ამ დაბომბვას უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი ექნებოდა. I imagine the Ukrainians ჩემი აზრით, მოსკოვის ცენტრის დაბომბვაზე უფრო მნიშვნელოვანია სამხედრო ინფრასტრუქტურის და იმ სამხედრო აეროდრომების განადგურება, საიდანაც ფრინდებიან თვითმფრინავები, რომლებიც მერე მშვიდობიან უკრაინელებს ხოცავენ. ამას უფრო დიდი ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება. That will achieve the psychological effect as well without actually wasting missiles or drones against non-military targets. გასაგებია. რადგან წეღან ირანი ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ისრაელის ოპერაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მოკავშირე აიათოლას რეჟიმის შერყევა და ირანის ბირთვული ოცნების განადგურება. თუმცა რას ფიქრობთ, საკმარისი იყო ის, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გააკეთეს? It was impressive what they did. I mean, I'm very proud of what our Air Force and Navy რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი. მე ძალიან ვიამაყე იმით, რაც ჩვენმა საჰაერო ძალებმა გააკეთეს ისრაელთან ერთად. გაანადგურეს ბირთვული ობიექტები. ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ირანს კიდევ აქვს გამდიდრებული ურანი და სამეცნიერო ცოდნაც და რამდენიმე წელიწადში ისევ შეეცდება ატომური იარაღის დამზადებას. თანაც ისტორია გვასწავლის, რომ მხოლოდ საჰაერო ოპერაციებით პრობლემა ვერ გვარდება. ამ შემთხვევაშიც იგივე უნდა ვთქვა, რასაც საქართველოზე, ივანიშვილის სანქცირებაზე და აზერბაიჯანზე ვამბობდი. რა არის ამერიკის სტრატეგია ამ რეგიონში? რა არის ამერიკის ინტერესი დიდ სურათში? into a bigger picture of what are American interests. უნდა წასულიყო თუ არა ეს პროცესი წინ ამერიკის მხრიდან, იმიტომ რომ იქ რეჟიმმა დევნა გააგრძელა ადგილობრივი მოსახლეობის, ვისაც ცვლილება და თავისუფლება უნდოდა. იმის მიუხედავად, რომ გაანადგურეს სამეცნიერო გამოცდილებაც და დიდწილად ეს ბირთვული პროგრამაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ განადგურებულია. Well, we don't know that it's completely destroyed. That's ჩვენ არ ვიცით ბოლომდე განადგურდა თუ არა ბირთვული ობიექტები, ამიტომ მხოლოდ ერთი ავიარეიდი საკმარისი არ მგონია. კი, რეჟიმმა დიდი ნგრევა განიცადა და დაკარგა ავტორიტეტი მოსახლეობის თვალში, რადგან ყველამ დაინახა, რომ მოსადმა და საიდუმლო სამსახურებმა შეაღწიეს არა მხოლოდ ჰეზბოლას და ჰამასის რიგებში, არამედ თავად ირანის ხელისუფლებაშიც. მაგრამ ახლა რეჟიმმა დაიწყო ხალხის ციხეში ჩაყრა და ვითომ დამნაშავეების დასჯა. to put more people in jail and to execute lots of Iranian citizens. უნდა დავასრულოთ ჩვენ ინტერვიუ. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ჩვენს ახალ პლატფორმას On Times აძლევთ ინტერვიუს, პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა თქვენი დროისთვის. I would only like to say that I worry about you and all my Georgian friends. მე ვდარდობ თქვენზე, შენზე და ჩვენს ქართველ მეგობრებზე. იმედია თბილისში ისევ შევხვდებით. ნახვამდის. Reconnect in Tbilisi and think about better times ahead. დიდი მადლობა, იმედია თბილისში ისევ შევხვდებით.